მეგა შოუ ცეკვავენ ვარსკვლავების პირველი არასაკონკურსო დღე შოუს გახსნას იმედის მაყურებელი 3 ოქტომბერს იხილავს, მანამდე კი დეტალებს ანი დურგლიშვილი გაგაცნობთ ახალი ჟიური წამყვანები და თავად მოცეკვავი ვარსკვლავები ჩვენს ეთერში. მეგა შოუ ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე სეზონს ახალი წამყვანები ჰყავს. წელს ცირკის არენაზე 13 წუთს დუტას ხირტლაძესთან ერთად ნანკა კალატოზიშვილი წარადგენს. მათ არაერთ სპექტაკლში უმუშავიათ ერთად, თუმცა შოუს თანაწამყვანობა სიახლეა და ამბობენ, რომ ამ ამპლუაში ადაპტაცია სჭირდებათ. ცოტა ჭირდება წყვილის პარტნიორის შეგრძნება, რაღაცები ნანკასთან მუშაობა არ მიჭირს სცენაზე, ხა ბევრი მიმუშავია სპექტაკლებში, მაგრამ შოუს პირველად უძღვებით ერთად და ჩემი აზრით გავუგებთ მე. ასეთი ტიპის შოუ ნამდვილად არ წამიყვანეთ, თუმცა თეატრში კი მაქვს სპექტაკლებში თამაშობდა კახა კლინტურაშვილთან ერთად, მაგრამ წაყვანით ერთად არ წაგვიყვანენ და პირველი დღე მაინც იყო რაღაცა შეგუების. ყველაზე რეიტინგული ტელეპროექტის ვარსკვლავურ წყვილებს TBC-ის ოთახში წინა სეზონის წამყვანი კახა კინწურაშვილი და პროექტის გამარჯვებული ლიკა ლაბაძე გაამხნევებენ. ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალისტი და იმედის დილის წამყვანი ამბობს, რომ მისთვის ნაცნობია კონკურსანტების განცდები და ყველანაირად შეეცდება მათ გამხნევებას. TBC ოთახში ვარ მონაწილეებთან ერთად და ძალიან კარგად მესმის ის ყველაფერი რაც ხდება იმ ოთახში, იმიტომ რომ მე თვითონ გავლილი მაქვს ის გზამი და მაქსიმალურად ვეცდები მთელი ამ 3 თვის განმავლობაში, რომ მონაწილეებისთვის რაღაცა იმედით ვიყოთ, ასე ვთქვათ, როდესაც ამოდიან ისინი კიბეებზე, გვინდა რომ ჩვენ ძალიან დადებითად დავხვდეთ და გავამკრევთ იმისთვის, რომ შემდეგ ტურში მათ უფრო და უფრო კარგად იცეკვენ. წყვილში თავისთავად რომ მიადვილდება, როცა ორ ადამიანზე ნაწილდება რაღაც პასუხისმგებლობა, შესაბამისად გაადვილებულია ხოლმე. თან რაც თავარია, სცენაზე დგანან ისეთი ადამიანები, ვინც ჩემი მეგობრები არიან. ცეკვავენ ვარსკვლავების 13 მონაწილის გაცნობას მაყურებელი 3 ოქტომბერს შეძლებს. ამ დღეს ეთერი პროექტის არასაკონკურსო ჩანაწერს დაეთმობა. 10 ოქტომბრიდან კი ყოველ ხუთშაბათს იმედის მაყურებელს საშუალება ექნება ჟიურის მე-6 წევრად იქცეს და მეგა შოუს პირდაპირ ეთერში საკუთარ ფავორიტს მხარი SMS-ებით დაუჭიროს.